მუშაობს. ბიუჯეტი ლარის გაუფასურებაზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, დეფიციტი შენარჩუნება 3%-ის ფარგლებში. საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბების იგეგმება. თითქმის მთლიანად მილიარდი ლარზე მეტია მობილიზებული, ვიდრე იყო გასულ წელს. სახაზინო სავალუტოს ოპერაციებით იანვარ-ივლისში 81 მილიონი დოლარით მეტი რესურსის მობილიზება მოხდა. გიორგი ფუტკარაძე განავრცობს ახალმოამბის პირდაპირ ეთერში თემას. დღეს ნოდარ ხადურმა ისაუბრა ბიუჯეტთან დაკავშირებულ პარამეტრებზე და არსებულ მაჩვენებლებზე, როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ისევე როგორც ხარჯვის მაჩვენებლები გამოირჩევა პოზიტიური ტენდენციით, მისი განცხადებით, ბიუჯეტი გამოირჩევა თანაბარი ხარჯვის მაჩვენებლით, რაც წინა წლებისგან განსხვავებით არის დადებითი მოვლენა და რაც ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს, რაც შეეხება სხვა პარამეტრებს, მაგალითად ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებთან დაკავშირებით, მისი თქმით, წელს მაგალითად მესამე და მეოთხე კვარტალში იქნება პოზიტიური ტენდენციები, თუმცა 90 მილიონით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, თუმცა დაახლოებით 100-140 მილიონით აღემატება 2012-13 წლების მაჩვენებლებს. მეოთხე კვარტალში გვექნება ყველაზე დაბალი ხარჯვა იმ ხარჯებს შორის, რომელიც ოდესმე ქონია საქართველოს ბიუჯეტს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი მაკროეკონომიკური დატვირთვა, მათ შორის გაცვლით კურსზე, არ იქნება. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ხარჯვა მიმდინარეობს საქართველოსთვის ძალიან უჩვეულოდ, მაგრამ თანაბრად. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის შემოსავლებში პრობლემა არ ქონდა, იმის გამო, რომ არ ყოფილიყო ზეწოლა კურსზე, მოვახდინეთ ბიუჯეტის კორექტირება და შევამცირეთ ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა და მიმდინარე ხარჯების გეგმა. ერთის მხრივ, როდესაც ფინანსთა მინისტრი საუბრობს თანაბარ ხარჯვაზე და ის ამბობს, რომ ეს დადებით გავლენას ახდენს ლარზე, მეორე მხრივ ჩვენ ბუნებრივია ვკითხეთ მას, რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება, როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, ბოლო პერიოდში ლარის მერყეობა უკავშირდება ნეგატიურ მოლოდინებს, რომელზეც მუშაობს ფინანსთა სამინისტრო, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ნეგატიური მოლოდინები, რაც შეეხება სხვა განცხადებებს, მისი თქმით, საბოლოო ჯამში შემოდგომაზე არ ელისის ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურებას, ამასთან მოუწევს თუ არა ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცა ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ამის შესახებაც ვკითხეთ ბუნებრივია, ნოდარ ხადურის განცხადებით, მოლოდინი პოზიტიურია და შესაბამისად რაიმე ცვლილებებს ის უარყოფით ცვლილებებს არ ელისს. საბიუჯეტო დახმარებების და რომ ყველა ფისკალური პოლიტიკა იყო იმდენად დაბალანსებული, რომ მან დადებითი როლი შეიტანა წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, არა მარტო გაცვლით კურსზე, მაგრამ გაცვლით კურსთან მიმართებაში. 2014 წლის ნოემბერში და დეკემბერში, როცა ჩვენ პარლამენტს წარუდგინეთ 2015 წლის ბიუჯეტი, იქ უკვე 3 სცენარი იყო წარმოდგენილი მოვლენების განვითარების, ანუ ჩვენ ამ რისკებს, რა თქმა უნდა, ვაანალიზებთ და ვხედავთ, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სტაბილურად განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა წლის დარჩენილ პერიოდში და მომავალში, ასე რომ რაიმე ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობა, საშუალება და აუცილებლობა ალბათ არ იქნება. ასეთია განცხადებები, რომელიც დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში ვალუტის გაუფასურებას განაპირობებს არსებული ნეგატიური მოლოდინები, თუმცა ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი ნეგატიური მოლოდინი არ შეიქმნას და შემოდგომაზე ვალუტა კიდევ უფრო არ გაუფასურდეს. მადლობა გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა მოამბის ეთერში.